ბათუმში მოქანდაკეთა მეორე საერთაშორისო პლენერი დაიხურა. სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი 9 ქანდაკება ახალ ბულვარში განთავსდა. უცხოელ და ქართულ მოქანდაკეებს ნამუშევრები თავისუფალ თემაზე 20 დღის განმავლობაში ბერძნული მარმარილოსგან უნდა შეექმნათ. განზატეხა, ინტერსფიქცია, მოტივაცია, კოლინე, ფანჯარა ევროპისკენ, ბათუმის სფინქსი, მობანავე ქალი. სახელები, რომელსაც ერთი შეხედვით საერთო არაფერი აქვთ, ერთი საერთო ნიშნით ერთიანდებიან. ეს სახელები შემქმნელებმა იმ ქანდაკებებს უწოდეს, რომლებიც ერთდროულად შეიქმნა და ზღვისპირა ქალაქს დაამშვენებს. დასრულებული და საბოლოო სახით თეთრ მარმარილოში გამოქანდაკებული ფიგურები დამთვალიერებლებმა დღეს პირველად ნახეს და პირველი ემოციაც გაჩნდა. ჰაეროვანია, პოეტურია და ყველაფერი შეიძლება იფიქრო ერთი შეხედვით და ერთი გაფიქრებით. ძალიან საინტერესოა იმითაც, რომ არც ერთი ნამუშევარი ერთმანეთს არ გავს, ყველა განსხვავებულია, ყველა თავისი სტილით, შესრულების მანერით და თვითონ კომპოზიციებით. აქ თვითონ მასალა იძლევა ალბათ იმის შესაძლებლობას, რომ თავი მოიფიქრო კომპოზიცია და ისეთი გააკეთო, რომელიც ქვაში გამოდგება. ყველა კომპოზიცია, ყველა ნამუშევარი ქვაში არ გაკეთდება და ქანდაკებაში არ შეიქმნება და აქ ძალიან კარგად არის მოძებნილი ფორმები ქანდაკებისათვის და მithumetas მარმარილოსათვის. ის რაც ბათუმელი მხატვრის წარსულის ემოციაა, ხელოვანმა ქვაში გამოკვეთა და ნახვას ბათუმთან დაკავშირებული ნოსტალგიის მარადისობა უსახსოვრა. ყველა სკულპტურას, რომელიც ქართველმა და უცხოელმა მოქანდაკეებმა სპეციალურად ბათუმისთვის შექმნეს, სწორედ ეს იდეა ერთიანებთ. ზღვა, სიმშვიდე და დადებითი ემოცია, რომელიც ბათუმის, როგორც დაუვიწყარი ქალაქის ასოციაციას უნდა ქმნიდეს. ბათუმი რა ზღვა, რომელიც რაღაც ამოუცნობი იდუმალებაა, ხო? ეგვიპტელებს თუ აქვს სფინქსი და უდაბნოს უყურებს. რაღაც უდაბნოს ამოუცნობ იდუმალობას, ხო? აგერ სხვაგან. მეგივე რაღაც იდუმალება, რომელიც ყველა ქალშია. შიგნიდან, რომელიც არ ჩანს. ეცადე რომ ეს გამეკეთებინა. ჩემი კომპოზიცია არ არის რთული აღსაქმელი, იქიდან გამომდინარე რომ მინდოდა რომ ნებისმიერ ხელოვნების წოდნესაც და არამწოდნესაც უბრალოდ ერთი შეხედვით აღექვა ის, რაც არის გამოხატული ქვაში ყოველგვარი ღრმა ფილოსოფიებისა და წიაღსვლების გარეშე. ეს არის შვენიერი ქალის სხეული. სასურველია რომ ზემოდან ესხმებოდეს მთლიანად წყალი. ქანდაკების სტილისტიკა ისე მაქვს გადაწყვეტილი, რომ ამ თვითონ ტალღებზე გამოსახულზე წყალი ძალიან ისე სინქრონულად ჩამოვა და ქალი მით უმეტეს ჭირვალე წყლის ფარდის უკან იქნება უფრო მეტი ინტიმი იქნება, უფრო მეტად საინტერესო იქნება. ნუ ეს ჩემი ფანტაზიაა, რა თქმა უნდა. მე работали. როგორც კი პლენერში მონაწილეობის შემოთავაზება მივიღე, მაშინვე დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ამ ქალაქისათვის. მანამდე ბათუმში არ ვიყავი ნამყოფი და როცა ვნახე ინტერნეტში, რომ ზღვისპირას იყო, რა თქმა უნდა, იდეა ზღვის ირგვლივ ტრიალებდა. მიხარია, რომ მოგეწონათ. ძალიან ბევრი დადებითი მივიღე ამ 23 დღეში გამოცდილების გაზიარება, ქვაზე მუშაობის ტექნიკა და შედეგი, რომლითაც ყველა კმაყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ სკულპტურების ავტორები შექმნის პროცესში მათი განთავსების იდეაზეც ფიქრობდნენ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუსაც დაიდებენ საბოლოოდ ბინას რიგით მეორე პლენერზე შექმნილი სკულპტურები. ერთი მოსაზრების მიხედვით ნაწილი ნამუშევრების შეიხ ნაჰაიანის ხეივანში პირველი პლენერის დროს შექმნილი ნამუშევრების რიგს გააგრძელებს. ნაწილი კი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება, სადაც საბოლოო თანამედროვე ქანდაკებების ღია გალერეა უნდა შეიქმნას. ქანდაკებები განთავსდება იუსტიციის სახლის მიმდებარე ხეივანში, ასევე ბულვარის ახალ ნაწილში. რა თქმა უნდა, გეგმავთ, რომ მომდევნო წელსაც გავაგრძელოთ. პირველ რიგში ეს ხელს უწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას, ქანდაკებების შექმნის პროცესში უამრავი დამთვალიერებელი მოდიოდა. რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე ეს ქანდაკებები გაალამაზებს ჩვენს ქალაქს. ბათუმს უჩნდება 9 საუკეთესო ნამუშევარი. ქალაქი ბათუმი იქნება ქანდაკებების რაღაც ერთგვარი მუზეუმიც ყველაფერთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ ის ნამდვილად დაამშვენებს ჩვენ ქალაქს. ფავორიტ ნამუშევრს რაც შეეხება, ალბათ ის პირველი ნამუშევარი, რომელიც წიგნთან ასოცირდება, საკმაოდ საინტერესო ნამუშევარია და ალბათ ყველაზე უფრო მეტად ჯერჯერობით ერთი გადაწყვეტის, რაც გადავხედე, ის ქანდაკება მომეწონა. თემატიკა თავისუფალი იყო, ესკიზები მაინც ჩვენთან თანხმდებოდა, საბოლოო ესკიზები. თემატიკა არის ის, რომ აჭარა არის ტურისტული ქალაქი, ზღვისპირა ქალაქია და შესაბამისად უნდა მოერგებოდა ეს ქანდაკებები ჩვენს ქალაქს და უნდა გაელამაზებინა და პარალელურად ამ დროში დაიბადა იდეა, რომ ჩვენ გავაკეთოთ ქანდაკებების მუზეუმის მთლიანობაში ღიაცის ქვეშ, რომელიც იქნება ძალიან კარგი ჩვენი ქალაქისთვის და ტურისტისთვის სასიამოვნო სანახავები.
კმაყოფილების და მადლიერების ნიშნად იმისთვის, რომ ბათუმის ინტერიერს საინტერესო დეტალები შემატეს, დღეს პლენერის მონაწილეებმა ბევრი დადებითი ემოციის გარდა ჯილდოთ სამახსოვრად დიპლომებიც მიიღეს.